გამარჯობათ მეგობრებო, უყურებთ დღეს გოგავას დაკითხოს. და მინდა გამოვეხმაურო მაგის პასუხებს და მაგის მოქმედებას მოკლედ. წარმოიდგინეთ, რომ ჯერ ახსნა ყველაფერი, რომ მზად არ იყო ჯარი საომარი მოქმედებებისთვის. ახსნა, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიბარა ჯარი და ვერ მოასწრო მომზადება, რომ ეტარებია ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები და ძალიან დიდი გონორით ეპასუხება კომისიას და იძახის ასეთ რაღაცას. აი წარმოიდგინეთ ახლა და მით უმეტეს თუ ვისაც სამხედრო განათლება გაქვთ, აბა დააკვირდით ერთი მაგის სიტყვებს. ჩანიშნული მაქვს, იმდენი მარგალიტი იყო, რომ დამახსოვრება გამიჭირდებოდა. როცა ეკითხება კოდორის ხეობაში ხიდი რატო არ აფეთქეთო, რატო დატოვეთო შეიარაღებები, საწვავ საფოხი, ყველაფერი რატო დაუტოვეთ მოწინააღმდეგესო, მაგაზე გაცა ასეთი პასუხი. მე რა ვიცოდი ცხინვალში იქ რა ხდებოდა. წარმოიდგინეთ, გენერალური შტაბის გაერთიანებული შტაბის უფროსი, საომარი მოქმედებების თავზე ამღები, რომელმაც უნდა მართოს თითოეული წერტილი ომიანობის დროს, რას პასუხობს? მე რა ვიცოდი ცხინვალში რა ხდებოდა კოდორში. და თან ცოტა ისეთი წატრაბახების აქცენტით თქვა, ვღებულობდი კოდორის ოპერაციაში მონაწილეობას. თან არ ნამობს, რომ ღებულობდა მონაწილეობას კოდორის ოპერაციაში 2006 წელს. ანუ ჩვენ 16 კაცით დავიწყეთ ომი, შევინარჩუნეთ ტერიტორიები, შემოვიდა მთელი საჯარისო ფორმირება და შეძლეს მართვა იმისი, რომ ჩვენ გავენეიტრალებიეთ და 3000 კაცი, 3500 კაცი იყო კოდორის ხეობაში. თან იტყუილება, ნაგლად იტყუილება, რომ ჯარი არ იყო ხეობაში. ეს ხო ტყუილი თქო. დამას ხო დამემოწმებით ის ჯარისკაცები, ვინც იქ მსახურობდით, რომელიც ძალიან ბევრი მხვდებით ხოლმე და ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე პირადში, რომ იქ მსახურობდით და მხედავდით როგორ აბარებდნენ და ასე შემდეგ. გამოეხმაურეთ აუცილებლად ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაქვს ასეთი წინადადება კომისიასთან, ქალბატონ თეასთან, ბატონ სოზართან. მიმართეთ უშიშროებას, რომ მოგაწოდონ ცნობა იმის შესახებ, ვინ მსახურობდა 2008 წელს აგვისტოში კოდორის ხეობაში. ვინ იყო ის 3500 ჯარისკაცი და რომელი ფორმირებიდან? რამდენი იყო სენაკის ბრიგადიდან, რამდენი იყო ქუთაისიდან, რამდენი იყო თბილისიდან? ყველაფერი აღწერით მოთხოვეთ და აუცილებლად მოგაწოდიან ცნობას. და თუ არ მოგაწოდეს ცნობა, ესე იგი იქაც ცუდად ასლაშენ საქმე, თუ იმათვაც მოიტყუეს. და ტყუილი ინფორმაციისთვის და ტყუილი ჩვენებისთვის კიდე გაფრთხილებული იყო როგავა და ამის გულისთვის მარტო უკვე ეკუთვნის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. ეხლა კიდე ერთი მარგალიტი ამოვწიოთ. ეს ხო მაგარი იყო. სოზარმა რო კითხა, რომ არ ჩატარებული რამოდენიმე ის არ ჩატარებულო სწავლება. და იმ არ ჩატარებული სწავლებაზე მედალი მაქვს მიღებულიო. მოკლედ რა. არ ვერეოდით თავდაცვაო 8 რიცხვამდე ცხინვალის რეგიონში არაფერში არ ვერეოდითო და 6-შიო
6-შიო 2 ჯარისკაცი მყავდა მკვდარიო, გარდაცვლილი. თავისივე სიტყვებით გაიხლართა, თავი გახლართა ტყუილებში. რატო არ გააფრთხილებო კოდორის ხეობა, ჯარის გამოყვანაზე ბრძანება ვინ გასცა კოდორის ხეობიდან, მე გავეციო. თელმა ხეობა მისის, თელმა საქართველო მისის, რომ ვინც გასცა ბრძანება გამოყვანეს. ბრძანება გასცა მერაბიშვილმა და ეს ყველამ ვიცით ძალიან კარგად. ჯარების გამოყვანა იქიდან დატოვეთ ყველაფერი ადგილზეო, არ შეეხოთ არაფერს ხელი და დროზე გამოდით იქიდან. ეს იყო მერაბიშვილის სიტყვები. ამან თავის თავზე აიღო. კი ბატონო, პავლიკა მოროზოვი ხარ, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ სამშობლოს ღალატს ეთამაშები, ზაზა გოგავა. სამშობლოს ღალატის მოღალატეებს გინდა გადაეფარო. არ ვიცი ეს ვისი დავალებით აკეთებ მაგას შენ, მაგრამ ფაქტი არის, რომ სამშობლოს მოღალატეებს გადაეფარე, ესე იგი შენც თანამონაწილე ხარ მაგათი. და ყველაფერი ჩანს და ყველა შენი პასუხი აბსოლუტურად მოწმობდა იმაზე, რომ აბსოლუტური თანამონაწილე ხარ და უცხოური სპეცსამსახურების დავალება გაქვს მიღებული, როგორც სააკაშვილს, მერაბიშვილს, ოქროშვილს და დანარჩენ გამყიდველებს. აი ეს მინდა და მეთქვა და ახლა ძალიან ბევრი რომ არ გამომივიდეს საუბარი, ამით დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ქალბატონ თეატრულკიანს, ბატონ სოზარ სუბარს მივმართავ. მიმართეთ უშიშროებას წერილით, ოფიციალური წერილით, რომ გაგცემ პასუხი, ვინ მსახურობდა ის 3500 კაცი, ვინ იყო, რომელიც ქარჩაიზეს ექვემდებარებოდა კოდორის ხეობაში, რომლებმაც წინასწარ გზები გააკეთეს გამოსაქცევი, წამოსასვლელი იქიდან ჯარი რო გამოეყვანა, წინასწარ რომ მოამზადეს გზები და ვინც გზების მომზადებაში ეხმარებოდა, ზედა გზები მოამზადეს, ძველი გზები, როცა რო ახალი გზაც იყო, იმისთვის რომ გამოსაქცევად იყვნენ მომზადებული. მოამზადეს სპეციალურად წინასწარ. ეს ყველაფერი ხო კარგად ვიცით უკვე, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და აი ეს ვინც აი როგავას თამადობით, ვინც კი ტყუილ ჩვენებას მისცემს, სამაგალითოდ დასაჯეთ და მაშინ წავა კარგად საქმე აი ამ კომისიის. და კიდევ ადლობა მინდა გითხრათ კომისიის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყეთ გამოძიება. მადლობა დიდი.